წელს დიდი ქართველი კომპოზიტორი სულხან წინცაძის დაბადებიდან 100 წლის თავი აღენიშნება საიუბილეო თარიღს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1 ნოემბერს კონცერტით აღნიშნავს. ახლა ჩვენი ჟურნალისტი ზაგ მირიანაშვილი იმყოფება კონსერვატორიაში და უფრო მეც მოგვიყვება ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ზაგ, მოგესალმებით შუადღე მშვიდობისა. შუადღე მშვიდობისა, მეგობრებო, გენიალური ქართველი კომპოზიტორი სულხან წინცაძის 100 წლის იუბილეის აღსანიშნავად ემზადებიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ჩემთან ერთად არის რექტორი ბატონი გიორგი ვაჩნაძე. ბატონო გიორგი, მაინტერესებს პირველ რიგში როგორ გაჩნდა ამ იუბილეის აღნიშვნის იდეა, ბატონი სულხანის ნაწარმოებები და ჟანრობრივი მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან საინტერესო პროგრამა გქონდეს აი ამ იუბილეს და ასევე ვიცი, რომ ეს საერთაშორისო პროექტია ამ შემთხვევაში ეს იუბილე უცხოელი მუსიკოსებიც გყავთ და ამაზე რომ მოგვიყვეთ. მოგესალმებით. რასაკვირველია ამ იდეის გაჩენა არ იყო პრობლემა, იქიდან გამომდინარე თუ რა მნიშვნელობა აქვს სულხან წინცაძეს ქართული მუსიკისთვის, ქართული კულტურისთვის და კერძოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის, რომლის რექტორიც ის იმყოფებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და უზარმაზარი კვალი დატოვა ამ დაწესებულებაზე მისი პიროვნებით, მისი სტუდენტებთან ურთიერთობით, მისი აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობით და საერთოდ მისი არსებობით და მისი მუსიკით და მისი ხელოვნებით. ამიტომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ნატურალურია, რომ ხვალ ჩვენ ვზეიმობთ მის 100 წლის თავს. და ეს მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც არის, რა შეგვიძლია გითხრათ, როგორ შედგა? მინდა მადლობა მოუხადო ყველა მონაწილეს ამ კონცერტის. პირველ რიგში ჩვენ სტუმრებს, მე ვიოლინე ილია კალერს და ჩელისტ ზურენ ბაგრატონის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდნენ სპეციალურად ამ კონცერტისთვის და ასევე იქნება საკვარტეტო მუსიკა, რომელიც არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ბატონ სულხანის შემოქმედებაში და ჩვენი სასიკადულო მუსიკოსები ბატონი ნოდარ ჟვანია, ბატონი გიორგი ხაინდრავა და სხვაები დაუკრავენ, ასე ვთქვათ, ამ საკვარტეტო მინიატურებსაც და კვარტეტებსაც. და წამყვანი ნიკო წულუკიძე, რომელსაც ეს ძალიან კარგად ეხერხება და ეს მე მგონი მისცემს ამ კონცერტს კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, პეცს. თქვენ ახსენეთ ბატონი ნოდარ ჟვანია, რომელიც აქ ჩვენთან ერთად არის, რომელთანაც გადავინაცვლებ და ვკითხავ, მით უფრო საინტერესოა, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი წლები აკავშირებს თანამშრომლობის ბატონ სულხან წინცაძესთან და მინდა რომ ჩვენი ტელემაყურებლისთვის რამოდენიმე სიტყვით გაიხსენოთ, როგორი იყო თქვენი ერთობლივი მუშაობა. სიამოვნებით ვიხსენებ, იმიტომ რომ ძალიან ახლო ადამიანი იყო ჩვენთვის. იმის გარდა რომ მის სახელს ატარებს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ის იყო ჩვენი მეგობარი და მისი ყველა მე-6 კვარტეტიდან დაწყებული მე-12 კვარტეტის ჩათვლის ყველა კვარტეტის პირველი შემსრულებლები ვართ ჩვენ. ეს იყო ბედნიერი დღეები, ბედნიერი წუთები, მასთან შემოქმედებითად მუშაობა და რა თქმა უნდა იმის გარდა რეპეტიციების და შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ მქონდა არაჩვეულებრივი მეგობრული თვისებები. ძალიან გვაკლია სულხან წინცაძე, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი დიდი კომპოზიტორი იყო, რომ მისმა მუსიკამ, მისმა ნაწარმოებებმა იგი უკვდავი გახადეს. ამიტომ დღეს არ არსებობს სოფლიო შემიძლია ვთქვა, ქვეყანა, სადაც არ სრულდებოდეს მისი რომელიმე ნაწარმოები მაინც. და აი ეს დიდი დღესასწაული ელოდება ხვალ კონსერვატორიაში მოსულ მაყურებელს, ნამდვილ საჩუქარს უმზადებენ მუსიკოსები, აქ მოსულ ადამიანებს და უნდა გითხრათ, რომ კულტურით დაიწყო ეს კვირა შუადღეში და დღეს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი კულტურის ამბით შევაჯამებთ სამუშაო კვირას და მინდა გთხოვოთ პატარა მონაკვეთი შეგვისრულოთ მისი გენიალური ქმნილებიდან. მე-6 კვარტეტიდან. მე-6 კვარტეტი.